მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზეც, პალიტრა ნიუსის არხზე. თქვენი არჩევანია, სადაც გინდათ შეგიძლიათ გვიყუროთ, თუ გინდათ რადიოში შეგიძლიათ მოგვისმინოთ. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ოპოზიციური მოძრაობა, ასე ვთქვათ, რა უნდა ქნას ოპოზიციამ. ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა დღეს, იმიტომ რომ თითქოს ჩიხური სიტუაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ აქციები გრძელდება უკვე რამდენიმე ასეული დღეა ხალხი ქუჩაში დგას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ეს დიდად ვერ ძრავს, ასე ვთქვათ, პროტესტი მნიშვნელოვანია, ის ნარჩუნდება და კარგია. აქეთ მხარეს პოლიტიკური პარტიები, მათი ასე ვთქვათ, შესაძლებლობები 2024 წლის არჩევნებთან შედარებით შემცირებულია, როგორც ფინანსური, ისე ადამიანურიც და პოლიტიკურიც. ლიდერებს ყველას ფაქტობრივად, უმეტესობას ივანიშვილი დაჭერით ემუქრება და ყოველ დღე სასამართლოში დაატარებს და ხვალ ან ზეგ შეიძლება ყველანი კვლავ ციხეში შეაბრუნოს. ასევე გვკვირდება, რომ ყველა პარტიას აკრძალავს, უმეტესობას მაინც და ამ ფონზე გაჩნდა კითხვა, კარზე როცა მოგვადგება 2028 წლის არჩევნები, რა უნდა ვქნათ? ღირს ასეთ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ყველა ლიდერი დაჭერილი იქნება, არანაირი დამკვირვებელი აღარ იქნება, ან გარემო უფრო გაუარესებული იქნება, გაყალბების შანსი მეტი იქნება გაზრდილი, თუ ისევ ბოიკოტი და რაღაც ქუჩის აქციები. ამაზე, მათ შორის პროტესტში მონაწილეებში აზრი ორად იყოფა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ამ ნაწილში გიორგი ახობაძე, ექიმი და აქტივისტი და ასევე დავით ჭკადუა, გაგრელი პროტესტის აქტიური მონაწილე. მივესალმები მათ, გამარჯობათ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აქვე გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ უკრაინის თემას დაუბრუნდებით. იცით, რომ უკრაინაში მცირე პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვა თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ, იქ აქციებიც კი დაიწყო და ამ თემაზე ლევან ყურაშვილი ისაუბრებს, კოალიცია სრულებისთვის წევრი. მოკლედ, თავარი საკითხი გამოვკვეთე, პრინციპში კითხვის დასმას აღარ არის, მე ვფიქრობ, საჭირო, გასაგებია, რაზეც უნდა ვისაუბროთ. მოდი გიორგი, შენგან დავიწყებ. შენ როგორ უყურებ მომავალს? შენი ბრძოლის მომავალს თუნდაც, პარტიების ბრძოლის, პოლიტიკურ მომავალს. აი 2028 წელი, ახლა ადამიანელ არჩევნებზე მეგონი აღარ არის ლაპარაკი, ხო? ახლა თუ რაღაცა არ მოხდა სასწაული, ადამიანელი არჩევნები ალბათ არ დაინიშნება და მაგრამ შეიძლება ის ჩვეულებრივი არჩევნებიც მოგვადგეს კარს და რა ხდება? ძალიან ძიმე სიტუაცია მოვა ალბათ ძალიან მალე და კარგია რომ ამაზე პატარა დისკუსიები უკვე შედგა და ზოგი იძახის რომ ამის დრო ახლა არ არის ამაზე ლაპარაკის ისევე როგორც მუნიციპალურის დროს ხდებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან და რაღაცა ტაქტიკური არა მაგას მეც ვეთანხმები რომ პარტიებს გაგწყვეტნებ უკაცრავად პარტიებს რო თხოვენ ვიღაცები რომ გამოდიან ის სხვა პოლიტიკოსები, გირჩის ყოფილი წევრები და ვიღაცები, რომ გინდა თუ რა თქვით არჩევნებში და 2 წლით ადრე რატო უნდა თქვას, ხო, პარტიამ. პარტიას აქვს თავისი გეგმა, უყურებს სიტუაციას და სიტუაციის მიხედვით, პოლიტიკაში სიტუაციის მიხედვით მოიმოქმედო. ამასთანავე მაგალითი მოვიყვანე Facebook-ზე, რომ ირაკლი კობახიძეს კითხეს ჟურნალისტებმა, რომ ეუთოს დამკვირვებლებზე ხარ როლან ზღავთო. მე გავარკვევ მოიწევ თუ არაო და ჩვენი სწორი პასუხი გასა. ეხლა დღეს რატო უნდა ვთქვა, რას ვიზამო? რომ მოვადრო, მაშინ გადავწყვეტო. პოლიტიკური პარტიების პასუხი ამ სიტუაციაში ზუსტად ეს უნდა იყოს, რომ როცა მოვადრო, იმიტომ შენ თვითონ წინასწარ რატომ უნდა დაუდგინო, შენ თავს ჩარჩო. შეზღუდებ, რომ გინდა თუ არა 2 წლით ადრე თქვა, რომ ამას ვიზამ, იმას ვიზამ. გასაგებია, შენ იმის მიხედვით იმოქმედო, რაღაც მოიწას, მაგრამ ჩვენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ალბათ უნდა ვიმსჯელოთ დღევანდელი გადასახედიდან, რა იქნება სწორი, მაგრამ ამაზე უფრო მეტად ალბათ პარტიებმა რა უნდა ქნა, ხო, იმისთვის რომ არჩევნების აზრი კონდეს, ან თუნდაც ბოიკოტს, ან ქუჩის პროტესტს, ჭირდება ძალა. ყველაფერს ძალა ჭირდება, ხო? შენ თუ ძალა არა გაქვს, გინდა არჩევნებში მიიღე მონაწილეობა, გინდა ქუჩაში გადი, არანაირი აზრი არ აქვს. აი ალბათ ეს არის თავარი თემა, რომ რა გზით უნდა წავიდეთ, რომ 2028 წელს ოპოზიცია შეხვდეს ისეთი გაძლიერებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი კონდეს თუნდაც, ხო? ხო, მაგ და ეს როცა არჩევნებზე ვლაპარაკობთ და პოსტი ვიდეოს ჩავწერე ესეთი ვრცელი და იქ ქონა მე არ ვსაუბრობ ხოლმე არჩევნებზე, იმიტომ ამ მოცემულობაში როცა საერთოდ არაფერი არ ხდება, არაფერი არ შეცვლა, გაუარესებული ფონი არის, რაღაც არჩევნებზე ლაპარაკი მართლაც უბრალოდ კომიკურია და ისეთ არჩევნებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რომელზეც შეიძლება ვიფიქროთ, რომ გავიმარჯვებთ. ანუ შენ უბრალოდ შეუძლებელია მაგაზე არც ვლაპარაკობ და ეს დეფინიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამი სხვადასხვა სცენარია ერთი რაღაც ბოიკოტის, მეორე არჩევნებში გასვლის და მესამე სცენარიც არის რა, რომ
მესამე სცენარი, რაზეც მე ვლაპარაკობდი, უბრალოდ ეს არჩევნების ხსენება, როგორც ესეთია, მაგ მოვლენის მიწევს, იმიტომ რომ ეგ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ან ჩაკეტავს, ან მიცემს საშუალებას კონსტიტუციას, ან მიცემს საშუალებას ქართულ ოცნებას, რომ ამ კონსტიტუციას რაც უნდა ისუქნას და ერთადერთი არგუმენტი, რასაც ვისმენ ხოლმე ამ დროს, ერთი არის ხოლმე რომ ვისმენ იმას, რომ ვიღაცას ეხა იქ 40 სკამი უნდა პარლამენტში და მე მაგას წავალ და ხმას არ მივცემ, ანუ ეგეთი რაღაცეები არის, მაგრამ მაგაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, ანუ პარლამენტში შეიძლება ოპოზიციურმა ურჩევლმა თუ დაინახა რომ ისეთი სიტუაცია ჩაკეტილი, ხო, ყველა დაჭერილია, არაფერი არ ხდება, სუსტია ოპოზიცია და ბიზეევიშვილმა ცალკე ასე ვთქვათ, ხელი მოუთავა ოპოზიციას. ხო, ახლა რაღაცა წავა არჩევნებზე. იმის გამო რომ ვიღაცა მართლა 30 სკამი როგორ მაგაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, ანუ ეგეთი პოლიტიკოსები ახლაც არიან პარლამენტში და მათ მიმართ რა ვიცი, მე მგონი უკვე რაღაცა შეთანხმებული პოზიცია გვაქვს ყველას და არ მინდა რომ როცა არჩევნებზე ვლაპარაკობ, ეგეთი მაგ მიმართულებით იყოს ფიქრი, რომ ვიღაცა პარლამენტში შევა თუ არ შევა, მაგაზე დავიწყო ლაპარაკი და რომ ვერ მოვიგებთ, ეგეც ნუ ცხადია და თქვი და მეორე ხო ხა ბოიკოტი იმის გარეშე რომ მაგალითად რაღაც გარკვეული თვეები დაჭირდა იმას, რომ ალიანს დაედო, მაგალითად რაღაც ერთ-ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, ხო, სხვა პარტიებისგან შემდგარს დაედო მოთხოვნები, რა შემთხვევაში ჩათვლიან, რომ ეს არჩევნები არის მინიმალურად მაინც სამართლიანი და შანსი იმისი, რომ რაღაცა კონკურენცია, რეალური კონკურენცია შეიქმნას. ხო, ანუ სამართლიანი გარემო რო იყო. სამართლიანი გარემო, ამ გარემოს ჭირდება ბრძოლა, ანუ ეს თავში არ დაგვეცემა ეს და არც არავინ არ მოგვართმევს ამ გარშე. შესაბამისად, თუ მეუბნები იმას, რომ ჩემი მსჯელობა იმაზე, რომ კონსტიტუცია არ გავატანოთ სულ მინიმუმ, რომელსაც მე ვეძახი შეკავებას, აი ეს ფრონტის ხაზზე უკრაინელები აკავებდნენ 2 წლის მანძილზე რუსებს და ახლა უკვე უპოვეს გასაღები და იქით უტევენ, აი ეგეთ რაღაცას, თუ მეუბნები რომ ეგეც არ არის სწორი, მაშინ მე მაქვს კითხვა, რატო არ არის ეხლა გაშლილი მთელი საქართველოს მასშტაბით კამპანია არჩევნების არჩევნების ხო არჩევნების საკითხზე რაღაც აი ამ პირობების პოპულარიზაციაზე რომ მოქალაქეებმა იცოდნენ რა ტიპის არჩევნებია და რა ტიპის ცვლილებებია ისეთი რომელიც მათ მისცემს იმის იმედს რომ მივადა როგორ შემოხაზავს თუ გააფერადებს ურნასთან კონდეს იმის იმედი რომ ცვლილებებს აძლევს რა ხმას თუ არც ამას არ ვაკეთებთ და ეხლა ნუ იმისთვის შესვლას რომ ამ სიტუაციაში მოვიგებთ რომ ეგ საერთოდ ვერს გამოიხატოს წარმოიდგინე პირობებს რომ უყენებს ხელისუფლებას ეს უნდა გამოსწორდეს რომ არჩევნებს აზრი კონდეს ხელისუფლება გეუბნება რომ ფეხებზე მკიდია შენი პირობები და შენ თუ ძალა არ დაანახე სულ გეტყვეს რომ ფეხებზე მკიდია და მივალთ აი ესეთი ეგეთი პირობებით მივალთ 2028-მდე და მე მაქვს კითხვა რომ 2028-მდე რომ ესეთი პირობებით მივდივართ ვატანთ ანუ კონსტიტუციას პოტენციურად შესაძლებლად თუ არ ვატანთ ანუ თქვენ რას ამბობთ რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა არა იმისთვის რომ გავიმარჯვოთ არამედ იმისთვის რომ ვაიდა საკონსულტო უმრავლესობა საკონსულტო უმრავლესობა მაინც არ ავაღებიათ ხელისუფლებას და ამაზე არგუმენტი ისმის ხოლმე რომ მაინც ყველაფერს გვიშვებიან და მაინც ყველაფერი უქნეს კონსტიტუციას და ამაზე მეტი რა უნდა უქნან და ეგ კითხვა ადრეც ისმებოდა ხოლმე გვახსოვს ყველას რომ მეტი რაღაცა უნდა გააკეთონ და ყოველ წუთას ვარ სიურპრიზების წინაშე ეგ არის მიზანი რომელიც ამორჩევს მოიყვანს არა ეგ რეალურად რა არის იცი რომ ბოიკოტს არჩევნების ბოიკოტი რაც ეშლებათ ხოლმე ყველაზე ხშირად არის ის რომ არჩევნების ბოიკოტს არ ახორციელებს პოლიტიკური პარტია ახორციელებს ხალხი ანუ ხალხში თუ არ არის განწყობა რომ არჩევნებზე მივიდეს მაშინ ხალხი არჩევნებზე არ მივა სულ ახალიც გავიდეს ნაციონალური მოძრაობაც ლეილოს და გახარიას პარტიაც რა ხალხში ან ლეგიტიმაცია რა არის აქედან მოდის ეს ყველაფერი ლეგიტიმაცია არის ფსიქოლოგიური რაღაცა განწყობა რომელიც შენ ქართულ ოცნებას ხელისუფლება ან გაგრძნობინებს ან არ გაგრძნობინებს ანალოგიურად არჩევნებზეც არჩევნების ან გჯერა და მიდიხარ ან არ ისე არჩევნებზე ლაპარაკზე დაუბრუნდით არჩევნებზე არ ვსაუბრობ ნახე მე ვსაუბრობ საფრთხეზე რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ შეუშვი ხელს ხო და აი მაქამდე საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ხელის შეშლის ერთადერთი ინსტრუმენტი რაც ამისთვის ხელში გვიჭირავს არის ის რომ უბრალოდ ურნაში არ ჩაიყაროს ისეთი თანაფარდობით ბიულეტენები რომ გამოდგნენ მე ეს რაღაცა ანუ არჩევნებზე მაქამდე მიყავს საუბარი ხალხს ვერ მიიყვან იმისთვის მეთქი რა ხალხი არ გამო თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ხო იყო მე მგონი გამოცხადება იყო დაახლოებით 30%. თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში სხვა რაღაცა იდოპინიზმი. არა, ხო, გასაგებია. მაგრამ მე მაინტერესებს მაშინ ეგეთ კითხვას ვსვამ რა. ქართულ ეს რა ქვია კონსტიტუციაში ეწერება თუ არა 72 მოხდა საერთოდ დავლაპარაკო მე 7-ე მოხდა პროპორციული არჩევნების სისტემა და არც მაგაზე მე 7-ე მოხდა ლაპარაკო რომელ მოხდა მე 7-ეზე მე 7-ე მოხლე რომელი აი წაიკითხე აბა არა მითხარი ტერიტორიულ მოწყობას ეხება კაი იყოს კონფედერაცია რა დაუნდოდეთ არა ხო გასაგებია დაუნდოდეთ როგორ იზავეთ არა უყურე რაშია საქმე აი რკინიგზის გახსნა რო უნდოდეთ რკინიგზის გახსნა არა კონფედერაცია აი ამაზე კონფედერაციის მიზანი რა მე მაინტერესებს საქართველოს კონფედერაციის მიზანი რა არის გიორგი რა ვიცი მარტივად აი ძალიან წყნარ
ვიყურებ შვიდად. აღიარება არის. საერთოდ ნახე, როდესაც შენ ანუ ნახე ერთი არის ეხლა ამ დროს არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ვეწევით ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ამაში გვეხმარებიან. მეორე მხრივ არის ხელისუფლება, რომელსაც ეფექტური კონტროლი აქვს ამ სახელმწიფოზე, რა ვიცი, კანონებს გვიწესებს და მე ამ კანონებს აღასრულებს. ესეთივე კანონზე უფრო ზევით მდგარი კანონი არის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციაში ჩაგვიწერს იმას, რასაც მე აღასრულებს და რომლის მე უკან შემოტრიალებას დაჭირდება ტყვია, ცეცხლი და რა ვიცი. რატო ვერ აღასრულებს კონსტიტუციაში ჩაუწერლად ამას ვერ ვხვდები. ანუ ეს ნახე თუ შეხედე საერთაშორისო სამართალში, როდესაც შენ კონსტიტუციაში გეწერებ, რა უშლის და რა უშლის. ეუთოდირმა პირდაპირ გითხრა, რომ არც ერთი შემდეგი არჩევნები არ არის. არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება და შენ ვიღაცა ეუთოდირს რომ უყურებ, მე ვუყურებ აქ მე ჩემთან საერთაშორისო სამართალზე რა ხან დაიწყე ლაპარაკი, მაგიტო გითხარით, რომ გასაგებია, მაგრამ შენ რომ მე აი შეიცვალა ხელისუფლება და შენ პრეტენზიას აყენებ, რომ რაღაც აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და აფხაზეთი გეუბნება, რომ არა მე შენთან კონფედერაციაში ვიყავი და კარგად ვზანდებოდი, წავედი მე დამოკიდებელია. მაგას ეხაც გეუბნება. არა. ეხლაც გეუბნება, ოღონ მაგაზე რომ ხელი მოაწეროს ვიღაცამ, ხო? საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით და მათ შორის შენმა პარტნიორებმაც. შენი პირით, როცა შენმა პარტნიორებმა თუ მოაწეროს ხელი გიწერენ საქართველოს მოქალაქეები წყვეთ თუ არა ამ ქვეყანაში როგორ იქნება მოწყობა რაღაცეების. მაგაზე პასუხს. გინდა? ეგ შიში არის ძალიან ჰიპოთეტური. ჩვენი სიჩუმე იქნება თუ არა? ჰიპოთეტური არ არის. ან ჰიპოთეტური შიში ასე მეუბნებოდი Facebook-ზე პოსტზე, აი ვიდეო მაქვს ჩაწერილი. Facebook-ის პოსტის გამო დამიჭერენ მეთქი და მიჭერენ. ჰიპოთეტური იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გახორცდეს, შეიძლება რა. 50-50 რატო? ხო, მაგრამ არ ვიცი ხა მაგაზე ვინ ან მე გეტყვი მაგაზე პასუხი რა არის, იცი რომ მაგაზე პასუხი რა არის, იცი რომ ეგ რო გააკეთოს ქართულ მოძება. საერთოდ არ ეჭირდება პარლამენტში მაგას ვერ მოიწმენს. ხო, თავისი მომხრე არა, თავისი მომხრები აუჯანყდებიან და შესაბამისად მაგაზე წამსვლელი არ არის ამ ეტაპზე და ეხა ქართველი ხალხი თუ მაგაზე გაყვა და ხმა რა მოიღო. ქართულ ხალხს ეგ მაგას მიყიდიან როგორც საქართველოს განთლიანების ვერაფერს ვეღარ იზამ. საქართველოს განთლიანების. თუ მოსახლეობა დაეთანხმა კონფედერაციას. მე მაგაში კითხავ. მაგაზე ვერაფერს ვეღარ იზამ. ანუ მან პარლამენტში არ წყდება ეგ საკითხი. ეგ საკითხი ზუსტად რომ ქუჩაში წყდება. თუ მაგაზე ქართველი ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში და თვითონ 20-ების მომხრები არ გამოვიდნენ ქუჩაში, გამოდის რომ თანახმად ომონის ვერ ჩაახშობენ? მაგ გამოსვას? არა, ხო და მასე ყაზახეთში ვნახეთ, ხო ცოტა ხნის საქართველოში ვნახეთ. იცი რა, აი რისკები ხო შევაფასოთ. იმისთვის რომ არჩევნებში ვიღოთ მონაწილეობა, მხოლოდ იმისთვის რომ მოდი საკონსულტაციო მაინც არ მივცეთ ამათ, რამდენად არის ამ კითხვას ვთქვათ, ის მიზანი რის გამოც ჩვენ ხალხს მიიყვან არჩევნებს. მანდ არის მეორე ვარიანტი, ის მინიმუმ ხალხს პასუხი რა გამოდის, ის რომ შეიძლება მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, იმა მაინც აიღოს საკონსულტაციო უმრავლესობა. რანაირად? რანაირად? ხო. გაყალბებას პლუს ცოტა მისული ხალხი არჩევნებს. ხო და მაგაშია როცა გაყალბებას დაამატებს. როცა პოლიტიკოსი 2024-ში ცოტა დააყდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. როცა პოლიტიკოსი ცოტა არ დააყდა, ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა. როცა არ გაიმარჯვა ოპოზიცია. შეიძლება არ მივიდეს. არა, ამდენი ადამიანი ფიზიკურად, ანუ არსებობს რაღაც რიცხვები, რომლის იქითაც მინიმუმ შენ თუ ბოიკოტში დარჩები და ისე გაატან საკონსტიტუციო უმრავლესობას, მტკიცებულებაც კი არ გექნება, რომ ეს მაგათმა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაყალბებების ხარჯზე წაიღეს. და ამაზე მხარდაჭერა არ გექნება, უბრალოდ შენ იქნები ჩუმად, ან მე არ ვფიქრობ ეგრე, არ მუშაობ ჩემი აზრით ეგრე. ხო, აი მე კარგია ეს რომ ეთერში ფიქსირდება, უბრალოდ ამის დრო მოვა და მე რაღაცები რომ მოხდება, ვეცდები რომ თქვენი არქივი მოვიზიო და ეს ყველაფერი ისევ მე ისე მინდა იმ თემას დაუბრუნდე, რომ დღეს საუბარი რომ ეს პარტიები აუცილებლად უნდა წავიდნენ არჩევნებში, ან აუცილებლად ბოიკოტში არის არარელევანტი. არა, ეს თავისთავად. აი მოდი ცოტა მოდიცურათაც შევხედოთ. ეგ თავისთავად. ერთიანი ნეიტრალური საქართველო უკვე დიდი ხანია რომ წამოიწია. ერთადერთი ვიზეც ამ წუთას გადაფარებულები არიან კრუხებივით. არის ერთიანი ნეიტრალური საქართველო, რომლის ხელითაც ასევე თავს აჭრიან ოპოზიციურ პარტიებს. და ეს ხალხი ერთიანი ნეიტრალური საქართველო და მათი ეს ხალხს თავი ისინი საკონსულტაციო უმრავლესობას აიღებენ და ამას გააკეთებენ. ჩემი აზრით თავადვე დაემხობიან. შეიძლება მაგ ხრივ ის იყოს, რა ქვია, უკეთესად, ვერ გაბედო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მე დღეს ჩემი არისაც ვერ გაბედეს? ხო, არა ვერ გაბედეს. რამე არისაც ვერ გაბედეს? მაგალითად, აი ნახე რა ვერ გაბედეს, იცი, მაგალითად, იმას რა ქვია, ავტოსაგზაოში, იმაზე რა ქვია, დარღვევებზე ჯარიმები მოამატეს. და ერთ თვეში უკან წაიღეს. რატო იცი? იმიტომ მათი მომხრეები აუჯანყდნენ. მე ახლა რას ვამბობ? მარტო ხაჭაპურზე, Range Rover-ზე და იმაზე Bentley-ზე აჯანყდებიან, მაგრამ რა ვიცი ხა, მაგათ რამე აჯანყებდეთ ქვეყნის სიყვარულისთვის, მე ესე ვიხლას აჯანყებდნენ, ნახანი კამათში ვეღარ შემოყევი.
ქართველი ხალხი თუ იმაზე არ გამოვიდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მაშინ მე ვერ ვხედავ საერთოდ ას რის ანუ მეუბნები რომ მოდი მივცეთ საშუალება თუ ეგრე გჯერა მოდი მივცეთ საშუალება რომ ეს გააფუჭოს და ბიულეტენებით ამის თავიდან აცილების მაგივრად გავიდეთ და ისევ ხარებას კუნთმაგარ და ერთუჯრედიან პიტბულებს ვეომოთ ქუჩაში ეს ჯობია ანუ ჩვენ არა თავის მომხრევამდე მაგრამ ნახე ჩვენ დავიჯდეთ უყურს აქ თემა რა არის იცი რომ ჩემი აზრით მაგას ვერ გააკეთებენ და ერთ და მეორე საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ მოინდომა ქართულ ოცნებამ ამ ვითარებაში როცა მთელი ოპოზიცია დაჭერილი ყავს დაიწერს არასწორს ეგეთი არის დაიწერს არასწორს რომ ჩაიყაროს ერთი წამი ურნიდან ამოდის ბიულეტინი რომელსაც ვითვლით ხო პარალელურად დაიწერს არა 2024-ში კი არა დაიწერა ჩაიყარა ხო და რომ ჩაიყაროს ამისთვის ჭირდება რესურსი და ეს არის დათვალი გამტარუნარიანობა შეგვიძლია დავითვალოთ რა რიცხვად რამდენი ბანზე რამდენი ნახე მე რას გეუბნები ასე დასუსტებული ვითარებაში შენ თუ მიხვედი 2028 წლამდე როგორ დღეს არის ოპოზიციას უბრალოდ ოფისების ფული არ აქვს ბენზინის ფული არ აქვს რომ რეგიონებში კამპანია აწარმოებს თუ ოპოზიციები დაჭერილი მთელი ოპოზიციური პარტიის ლიდერები დაჭერილი აღმოჩნდა და გავჩერდეთ არა სხვა რამეს გეუბნები თუ პარტიები ძირითადად პარტიები აკრძალული აღმოჩნდა შენ რასაც ამბობ რომ არჩევნებში მაინც უნდა წავიდეთ ეს არჩევნებში წასვლა ვერ დაგაზღვევს საკონსტიტუციო უმრავლესობისგან. გარანტიას გაძლევს გარანტიას გაძლევს ისევე როგორც არჩევნების პირობებია მოსახლეობის. ამიტომ დღეს ჩვენ რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ჩემი აზრით. დავასრულებდი ხა დათოსმის კითხვას. არის არა ის რა უნდა ვქნათ რასიზმს ოცნება იქ იმას იზამს თუ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს თუ არა, შესრულის კონსტიტუცია არა, ბოიკოტი თუ არა, ამაზე კარ უნდა ვილაპარაკოთ. დღეს ერთადერთი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ და მეც მოგიწვიეთ სასაუბროთ არის ის რომ როგორ გაძლიერდეს პროტესტის მხარე, ანუ ოპოზიციური მხარე ისე, რომ ქართულ ოცნებას არ შეეძლოს იმის გაკეთება, რაც უნდა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და დარჩა 10 წუთი ამაზე სალაპარაკოთ. მე იმაზე პატარა კომენტარს გავაკეთებ და გადავალ მე მაგას. ერთადერთი რისი დამატებაც მინდოდა რომ აი თუ მაგ მუხლზე არის კონკრეტულად რა კონფედერაციაზე რომელშიც შედის ეგრეთ წოდებული არა მოკლედ ვიტყვი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის რესპუბლიკა აგერ ცხინვალის რეგიონის ანექსირებას აპირებს რუსეთი საერთოდ მის შემადგენლობაში შეერთებას აპირებს და ვაფშე არაფერს აფროს ანალოგიურად გააკეთებს ამას შენი ხელმოწერა იქნება შენი და ჩემი ხელმოწერა იქნება მაგრამ ჩემი და შენი ხელმოწერა მაგას არ იქნება არა კი იმიტომ რომ კონსტიტუცია როგორ იწყება ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შევთანხმდით რომ საქართველოს კონფედერაცია შენ მაგ კონსტიტუციას თავარ თემას აუცდით რა აზრია მე დარწმუნებული ვარ ამაზე რუსეთიც არ დათანხმდება კიდე მესამე მაგრამ ამას ეხა თავი დავაბრუნე ეს რო არ მოხდეს და ამ ყველაფერს რო გაუწიოს წინააღმდეგობა რო გაუწიოს ამაში ხომ ეთახმები რომ იმისთვის რომ ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოს გჭირდება ძალა აი ამაზე მინდა ვილაპარაკოთ როგორ ხედავ იმისთვის რომ პროტესტმა ოპოზიცია ამ ვითარებაში როცა ხელისუფლებამ ყველაფერი ჩაკეტა ფინანსური რესურსები ოპოზიციურ ლიდერებს იჭერს პარტიებს აკრძალავს ამ ვითარებაში როგორ ხედავთ ამაზე მითხარით რომ აქეთ მხარეს იყოს იმის ძალა რომ კონდეს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება აი ამას როგორ ეს არის დღეს თავარი პრობლემა ჩემი ეგ არის თავარი პრობლემა უბრალოდ რეალურად როგორც ვერ ვილაპარაკებთ 2 წლის მერე რა იქნება ანუ არჩევნებში უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ანუ რა საკანონმდებლო ცვლილებები გატარდება ჩემი აზრით იმდენად რთული არის დღევანდელ დღეზე ლაპარაკი იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილზე რომ ვლაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილს აქვს ინფორმაცია და უზარმაზარი რაოდენობის ფული ჩვენ არ გვაქვს არც ფული და არც ინფორმაცია ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი რო ავიღოთ აი ადამიანი რომელიც ძის თავის ოთახში და რაღაცას აპირებს რომ გააკეთოს მას აქვს 10-ის მინიმუმ არავი 100 სცენარი ამას სცენარზე აქვს სხვადასხვა განვითარების კიდე 100 სცენარი, იმაზე კიდე 100 სცენარი და ესე შეუძლია გამოთვალოს უამრავი რამ. ანუ ჩვენ ვერასდროს ვერ გავთვლით რა შეიძლება გააკეთოს ივანიშვილმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო იმაზე. ხო, ჩვენ რა გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენი ერთადერთი რესურსი არ ხარ მე მომწონს რა თქმა უნდა ის ამბავი რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობები და ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები ყალიბდება მათ შორის ახალგაზრდების მიერ რომელებიც დადიან რეგიონებში მაგალითად თავისუფლების მოედანი გადის ქალაქიდან გადის ისა რა ქვია სართული ელაპარაკება ხალხს ეს კარგია მაგრამ რაღაცა ახალი რაღაცა სისხლი სჭირდება რომელიც ზოგადად პოლიტიკური ინტელექტუალურ ნორმაში მოაქცევს ამ ყველაფერს ანუ უნდა ესმოდეს არა მარტო იმ ამომრჩეველს, რომლის გადმობირებაც უნდათ ქართული ოცნების ამომრჩევლის გადმობირების ამბიცია თუ აქვთ ამ პარტიებს. არამედ იმ ამომრჩევლებსაც, რომლებიც სახში დაჯდნენ
და აღარ იციან რა ნიჰილიზმში არიან ჩავარდნილი და ამ ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობენ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ უპირველეს ყოვლისა მაგ ადამიანებს, ჩემი ღრმა რწმენით და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. ახლა დღემდე რო ქართული ოცნების მხარდამჭერი ხარ მე არ მგონია რომ ანუ როგორ მოიპოვა უფრო მეტი მხარდაჭერა, რაც თავისთავად ნიშნავს ძალას, ხო? როგორ უნდა დაარწმუნო ეს ვითარებაში. ხო, გარდა იმისა, რასაც ბიძინევანიშვილი უშვება ოპოზიციასო, იჭერს, ფული აღარ აქვს, არაფერი აღარ აქვს, რესურსი აღარ აქვს. პლუს ემატებისო თვითონ ოპოზიცია ჩინი ვერ ლაგდება, ხო? ეს ალიანსი შეიქმნა იქ რაღაც ახლა მიშა გამოვარდება, ამას გალანძღავს, მე ისინი მათ განაცხადა. ამ ვითარებაში შე როგორც აქტიურ ადამიანს, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს რა გამოსავალი გესახება, რომ გაძლიერდეს და მე კონდეს აზრი მაგ ყველაფერზე ლაპარაკს. ეს გამოსავალი არის უკვე ერთი რაც გამოვიდი ციხნარმას მე მაგას ვიხვეწები ყველასთან და ვთავაზობ და ამის იქით გამოსავალს ვერ ვხედავ საერთოდ ეს არის პარტიული იდენტობებით მოძრაობა უნდა ცოტა ხანი გვერდზე გადადოს ყველა პარტიამ უნდა შექმნას ერთი პოლიტიკური სუბიექტი რომელშიც არ ვიცი მოწინავე თუ რაღაცა წამყვანი და ლოკომოტივი პოლიტიკოსები გამოვლენილი იქნებიან მათი მხარდამჭერებისვე მიცემული ხმებით პრაიმერისი დავარქვათ მაგას და ეგ იქნება იმის ინდიკატორი ვისა აქ ნდობა საზოგადოებისგან იმ ხალხისგან ვინც მზად არის ბრძოლაში წაყვეს ამ პოლიტიკოსებს და აი ესეთმა ერთეულმა და მე კვლევაშიც რო გაიზომება და ესეთი ერთეული დარწმუნებულია რომ ქართულ ოცნებას კვლევაში მინიმუმ კონკურენციას გაუწევს თანაბარი რეიტინგი მაინც ექნება შეშინებული მოსახლეობა რომელიც დაშინების ფონზე მიდის და მაინც ქართულ ოცნებას ხმას აძლევს იმიტომ რომ ცვლილების შანსს ვერ ხედავს მე უფრო გაუშვება თავში ის мотиваცია რომ აი გორი თანაწონადი ძალაა პოლიტიკურ ველზე და მოდი მე ცვლილებებს მივცემ ხმას აი ამას ამას არაკეთებს არც ერთი პოლიტიკური პარტია ეს არ უნდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ყველა იმას ელოდება როდის წაიქცევა სხვა რომ მე იმის ხმებზე იპარაზიტიროს და ველზე იპარაზიტიროს და ამის არც აღიარება უნდა არავის ვიღაცები აღიარებენ კიდევ ვიღაცები ირიბად აღიარებენ და იმიტომ არის ჩემი ეს ვთქვათ ეხლა რაზეც ვაპარაკობთ ბევრი დრო დავხარჯეთ რომ მინიმუმ ეგ შეკავება მაინც უნდა გავაკეთოთ მეთქი ერთი წელია რასაც ჩემი თვალით უყურებ ხელით ვეხები და ტანით ვგზნობ მეორე წელი ციხეში ვიჯექი და იქიდან უყურებდი მაგ ყველაფერს და ორი წელი არის მიმდინარეობს ამაზე ლაპარაკი უნდა და ეს უნდა არასდროს არ გახდა გაკეთებული საქმე და შესაბამისად საერთოდ არ მაქვს იმედი რომ 2028 წლამდე ისე მივალთ რომ ეს უნდა რაღაც საქმეთ ან რაღაცა შანსად გარდაიქმნა ანუ შენ გაწყობა არის 2028 წელს იმის საშუალება კი არ იქნება რომ ბიზნეს რაღაც დამარცხებაზე და ხელისუფლების შესვლაზე იფიქროს ამ ხალხმა არამედ ერთადერთი იმის საშუალება იქნება რომ როგორმე აი ეს მოცემულობა თუ არ შეიძლება რაც დღეს გვაქვს მე ვერ ვხედავ მაგრამ შანსს ვერ ვხედავ საერთოდ მე ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვარ არა მარტო არაშიდა პოლიტიკის გამო არამედ გარე პოლიტიკის გამო უკრაინაში მიმდინარე სიტუაციები ხა კი დღეს რაღაცა პრობლემები არის პოლიტიკური კრიზისი არის მაგრამ ეს არის რამდენიმე დღიანი სავარაუდოდ და მალევე აღმოიფრება ზოგადად გეოპოლიტიკური მხრივ ბევრად უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი მათ შორის იმ შიშების მიმართ რომლებიც წეგან ვახსენეთ იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიას რო თავი დავანებოთ რუსეთი 2028 წელს როგორ მიატანს ეს კიდევ საკითხავი არის ჩემი აზრით 2000 ცოტა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი და დღეს ტრამპმა თქვა რომ 2029 წლამდე დამთავრდება ალბათ მაგრამ არ მგონია რომ ეს ესე მოხდეს ალბათ ცოტა უფრო მეტხანს გაგრძელდება სამწუხაროდ ყოველდღიურად რუსეთი ბევრად უფრო სუსტდება ვიდრე ძლიერდება და ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი იმიტომ რომ ამ პირობებში როცა ეუთოოდირმა ეს დასკვნა დადო ევროკავშირი არ ელაპარაკება ამათ იქით უკრაინა ამარცხებს რუსეთს უკრაინა ხელისუფლება რომლის მიმართაც მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი ქართული ოცნება და ამავდროულად ამერიკა ამათ არ ელაპარაკება საბოლოოდ ამათ უწერიათ ის რომ რაღაცა მომენტში არ მოუწევთ რაღაცა სერიოზულ დათმობაზე წასვლა იქ ხო განაცხადა პრეზიდენტის ის იყო რა ქვია ოღონდ რომელიღაცა ორგანიზაციის ძალიან გავლენიანი ამერიკელი იყო რო თქვა რომ თუ ქართული ხალხი არ იქნება მართლობაში ჩართული, ანუ იგულისხმება ის რომ სიტყვაზე ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ იქ აზერბაიჯანში აზერბაიჯანელი ხალხი პოლიტიკურ სისტემაში აქტიურადაა ჩართული რა, იქ ინსტიტუციებთან კომუნიკაციობს, მუშაობს, რაღაცა ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს ალიევს და აი თუ ეს არ იქნებაო, ანუ ჩვენ ვერ დავხუჭავთო თვალზე დისიდენტების არსებობაზეო და პოლიტპატიმრებზეო და არჩევნების გაყალბებაზეო რა. ამიტომ რეალურად ის ამ პროცესმა რაც მოგვცა, რაც არის მთავარი აი ამ დელეგიტიმაციის, არის ეგ რომ ჩვენ იმ მომენტს თუ შევხვდებით ამ მოცემულობით ივანიშვილს მოუწევს ისეთი სერიოზული დათმობის გაკეთება, როგორიც შეიძლება იყოს ან დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ან მოუწევს ძალიან ცუდად წასვლა.
მე მგონი ჩამოაყალიბე. ანუ საუბარი არის რომ მაინც ვართ საგარეო პოლიტიკაზე ვარ დიდი. რაღაცას ველოდებით და შიგნით არ ვაკეთებთ არავის. არა, მე არ ვიტყვი არ უნდა გავაკეთებ კი გიორგი. არ გავაკეთებ, ვიცი რომ რაც არის იმას აღუწებ უბრალოდ რომ არაფერს ეხა ამას ქვია არაფერს კეთება. ანუ არაფერს კეთება ქვია იმიტომ რომ ხალხი არის მომას უბრალოდ თავი გადადო და დღეს რუსთავაზე არის და შაბათს მარსზე მოდის და ეს გრძელდება უკვე 600-ზე მეტი დღეა და ამ ფონზე ეს არის რაღაც შენახული ნაკვეჩხალი ამ ფონზე უნდა ვხედავდეთ მცდელობებს მაინც შეცდომებს მაინც აი მინდა ვხედავდე პოლიტიკოსების დაშვებულ შეცდომებს გვერდზე გადადებულს, გაანალიზებულს ახალ წამოწყებას. ახალ წამოწყებაში დაშვებულ შეცდომებს, გაანალიზებულს გვერდზე, ანუ მცდელობებსაც კი ვერ ვხედავ. ვერაფერს, უბრალოდ რაღაც არსებობს ალიანსი, რომელიც ზის და მათ შორის კითხვა მაქვს რა პოლიტიკოსებთან ევროკავშირში შეიცვალა. ეს კი არა, აღარ არსებობს ის ტროასხენი ორბანის სახით, არის სხვა ხელმძღვანელობა, ეს ვთქვათ, ქვეყანაში ხელს გვიშლიდა ევროპიდან ფინანსურ სანქციებზე, ზოგადად სანქციებაზე ქართული ოცნების ეგ კაცი და მისი ხელისუფლება ეხლა აღარ არსებობს ეს და მაქვს კითხვა, რატო შემცირდა ევროპიდან ძაფრის ეწოლა ქართული ოცნების რეჟიმზე სანქციების სახით? რატო შემცირდა, ხო? მითუმ ეს აშკარა რისთვისაც ეხლა მიდის ან ოპოზიციის დევნის საქმე, რასაც უყურებთ ეხლა კვირაში 3 პროცესი აქვს, ზუსტად მანდ არის ქართული ოცნება ოპოზიციას ურტყავს იქ, სადაც ოპოზიცია იყო ძლიერი. და აი მაგ ფლანგზე ამ წუთას მე ვერ ვხედავ კიდე რამე ხდება თუ არა. რატო ხო, იმიტომ რომ პოლიტიკოსები მე მგონი ერთადერთი საკითხია ყობახიძეს რო ვეთანხმები რომ ისა რეზოლუციას ჩალისფასი აქვს, ხა იმ რეზოლუციას რომ მიიღებს ადამიანი და რო გეუბნება რომ მე ამ პოზიციაზე ვარ, წადი და დიპლომატია აწარმოე და რაღაცა გამო მაგის გამო იჭერენ ციხეში. ანუ ამ ხალხს ციხეში სვამე რომ შენ რო ევროპელებს ელაპარაკებოდა სანქციებს ხოვდიო, მაგის გამო ციხეში იჭერენ 10 წლიანი მუხლით, მიხვდი. მესმის ხოლმე ამ ფონზე სადღა უნდა წავიდნენ. ხო ანუ არც ის გავაკეთეთ, არც ის გავაკეთეთ, ხო რა სიტუაცია. შეიძლება მაგის ჩუმად კეთებაც რა, ხო მაგის ჩუმად დათო შენ მინდა კითხო ბოლოსკენ გაერთიანება რამდენად წარმოგიდგენია ან თუ ესენი ვერ ერთიანდებიან ახალი ხალხი იგი ან თქვენ რომ შექმნათ პარტია იმ ხალხმა ვინც ქუჩაში დგას ახალი პარტიები შექმნათ ეს რამდენად წარმოგიდგენია ანუ რა არის ასე ვთქვათ პოლიტიკურ ველზე ველის გაჯანსაღებისთვის რა არის მნიშვნელოვანი ხო აქ ორი კითხვა არის მაშინ ესე გაერთიანება წარმომიდგენია და შესაძლებელიც მგონია უბრალოდ მე მგონია რომ ამ მომენტში გაერთიანებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ არანაირი არჩევნების კონტურები არც რიგგარეშე და არც ისე არჩევნების მონაწილეობის კუთხით რა შა 2028 წელს რო განვიხილოთ მონაწილეობის კუთხე არ იკვეთება რა ამიტომ ამ მომენტში რამდენადაც გაერთიანება საერთოდ აზრი ამ იქნებია თუ არა ოპოზიცია ერთიანი როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტი თორე რომ იდეურად ერთიანი რა თქმა უნდა იყოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს თორე გაერთიანება და როგორც თქვით რომ რატო უნდა ვთქვათ 2028 წელს ვიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ანალოგიურად რატო უნდა თქვან მაშინ ამ პოლიტიკოსებმა ერთიანდებიან თუ არა 2028 წლის არჩევნებში თუ იღებენ მონაწილეობას არა მათ ერთიანობა დღეს ჭირდება თუ ამ ძალა დაანახონ ანუ ხალხმა ძალა რაში უნდა დაინახოს ან უნდა გამოჩნდეს ხედავს ფრაგმენტირებულ ამაში არა ან უნდა გამოჩნდეს მაგალითად ზვიად გამსახურდიასნაირი ლიდერი რომ ყველაფერს წაიღებს თვითონ და დანარჩენები ჩაირეცხებიან, როგორც მაშინ მოხდა, ხო? ეხლა ეროვნული მოძრაობა მრავალფეროვანი იყო, მაგრამ გამსახურდია გამოჩნდა, წაიღო ყველაფერი და დარჩენ თამაშგარე და მე იმის გამო თამაშგარე რო დარჩენ, იარაღით დაამხეს ეს კაცი. როგორ თავიანთი უტვინობით დარჩენ თამაშგარე და ვერ ეს დაამხეს იარაღით, მაგრამ ასეთი უნდა გამოჩნდეს ვინმე, ვინც ამ ოპოზიციას ჩარეცხავს და თვითონ გახდება მთავარი ოპოზიციონერი, ან ხალხმა ძალა უნდა დაინახოს ამათ ერთობაში. ან ერთი უნდა მოხდეს, ან მეორე. სხვა აქ მესამე ვარიანტი არ ვიცი. ალბათ ერთიანობაც საჭირო არის და ახალიც რო გამოჩნდეს ისიც მე ესე მგონია მაინც. იმიტომ რომ ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან თუ არ გამოჩნდებიან, რა თქმა უნდა, რაც ძალიან კარგია რომ გამოჩნდებიან და გამოჩნდნენ კიდეც და არიან ვიღაცები პოლიტიკურ ველზე. მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებიც რავი, წლობით მუშაობდნენ სისტემაში, რაღაცა გამოცდილება აქვს დაგროვებული, ეს გამოცდილება საჭირო არის რა. არა მარტო იმიტომ, რომ სიტყვაზე კონკრეტული პოლიტიკური აქტივობები ატარო, არამედ იმისთვის, რომ მომავალში დავუშვათ თეორიულად თუ ჩატარდა დემოკრატია, მოხდა სასწავლო და ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ამ ადამიანებმა იციან როგორ აწარმოონ მინიმუმ საარჩევნო კამპანია და ხა მაგალითად ძალიან ვაფასებ იმ პოლიტიკურ აქტივობას, რასაც თავისუფლების მოედანი აკეთებს, მაგალითად ან რავი, ადო აკეთებს საერთოდ რაღაცა ვიდეოებს წერენ, რომლებიც ძალიან ინფორმაციულია. მიუხედავად ამისა, ასეთმა პარტიებმა არ იციან როგორ აწარმოონ საარჩევნო კამპანია და
ასეთ დროს მაინც გახდება გამოცდილი პოლიტიკოსების დახმარება საჭირო. ნუ, ამიტომ ორივე საჭიროა. მაგას ფული უფრო უნდა და დაიქირავებ ვინც კეთოს არა, ფული სადაა დასაქირავებელი. ხო და მაგას დავით მანდელი მეორე ვარი ფული სად არის რომ საერთოდ რამეს ჩაიდოს და როცა ამ ფონზე რომ არ არსებობს ფინანსური რესურსები, არ არსებობს მოხალისეობრივი მახელა რესურსი, უბრალოდ დააკვირდით აი ამ ზაფხულს Facebook-ზე ხო დებს ყველა ვიდეოს თავისი აქტივობების, აი მაგ თავისუფლების მომენტი უკვე დადის, აგერ ვადო დადის ალიანსმაც თქვა რომ ვიწყებო კიდე ისა რო ქვია თამარა დადის. ხო კამპანია თამარა დადის. წარმოიდგინე ამდენი მიმართული, ამდენი ადამიანი და პაგას პოლიტიკური სუბიექტი ცალ-ცალკე დადის, 2-2 და 3-3 კაცს ხვდება, ამის ფულს ძლივ შოულობენ, როცა შეიძლება რომ ეს ყველაფერი გააკეთონ ერთიანად, უფრო მასშტაბური იყოს და უფრო ყოვლისმომცველი იყოს ქვეყნის მასშტაბით და აი ეს რაღაც პატარ-პატარა წვეთებით ეს ისეთი რაღაცაა რომ ჭიქა ვერ გროვდება რა, მაგ წვეთებით რომელსაც ახლა ხედავთ პირიქით და მაგ წვეთებს იწოვს ეს ველი და არცადაც აღარ ჩანს, ხმება ისევ ეს ველი რა და ვართ გვალვა, პოლიტიკურ გვალვაში ვართ რა და ძალიან რთულია რომ ეგ ერთად აკეთონ ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა, იმიტომ რომ ახლა ვადოს მაგალითად რა და სართულს უჭირავს ცოტა უფრო კონსერვატიული ხედვები. ვადო ლაპარაკობს მაგალითად იმას, რომ რა ქვია ნარკოპოლიტიკაზე აკეთებს რაღაც აქცენტებს და იმაზე და მაგალითად ახლა იმან რა ქვია თავისუფლების მოედანი სოციალურ უმეზე უფრო აკეთებს და ახლა ყველამ თავისი თამარი კიდე სხვა რაღაცას აკეთებს და აი ძალიან რთული იქნება ჩემი აზრით მათი ერთიანად მუშაობა. ცალ-ცალკე რო იმუშაონ და თან კოლაბორაციაში იყვნენ, გარკვეულწილად ალბათ შესაძლებელი არის, მაგრამ ესე მარტო ერთიანად რო იარონ. აი რო ჩახვა სადღაც X სოფელში, იმ X სოფელში ახლა 30 კაცი ჩახვალ თუ 3 მნიშვნელობაა. ხო, კი ბატონო. ხო, ეს მოკლედ მადლობა დიდი ჩვენ ამ თემებზე კიდევ გავაგზავნოთ საუბარი, იმიტომ გამოსვლა უნდა ვიპოვოთ, რომ 2028 წელი მოვა და ვიქნებით ისე ასე როგორც დღეს ვართ. გიორგი ახობაძე და დავით ჭკადუა აგრელი იყვნენ ჩვენი სტუმრები, აქტივისტები. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე რა ხდება უკრაინაში, რატომ გადააყენა თავდაცვის მინისტრი ზელენსკიმ ლევან ყურაშვილი შემოგვიერთდება. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, იქ მცირე პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვა, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ როგორც გაირკვა იყო დაპირისპირება თავდაცვის მინისტრსა, მიხაილ ფოდოროვსა და გენშტაბის უფროსს შორის, ალექსანდრ სირსკის შორის და ზელენსკიმ არ ვიცი რატომღაც დაიჭირა სირსკის მხარე და თავდაცვის მინისტრი გადააყენა და შესაბამისად იქ მოსახლეობამ დაიწყო პროტესტის გამოხატვა, ქუჩაშიც გამოვიდა და ითხოვდნენ ფოდოროვის დაბრუნებას. როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები, რა ხდება უფრო დეტალურად უკრაინის შიდა პოლიტიკაში, ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი ლევან ყურაშვილი იქნება კოალიციის სრულებისთვის წევრი. მოგესალმებით ლევან. სალამები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი შევეცადოთ, რომ ავხსნათ ჩვენი მაყურებლებს და რადიო მსმენელებისთვისაც რა ვითარებაა, რატომ მოხდა ეს. ანუ ამ ფონზე თან მით უმეტეს ხო, ხა უკრაინას ჰქონდა შეიძლება იქ ფრონტის შეხების ხაზზე არა იმდენი წარმატება, რამდენიც სიღრმეში, ასე ვთქვათ, რუსეთის, ხო, იქ რაღაც დრონების კამპანია კარგად მუშაობდა, იქ ტანკერები განადგურეს შავ ზღვაში, ნავთობ ტერმინალებს უფეთქებენ და რუსეთში ბენზინის კრიზისია და თითქოს კარგად მუშაობს, ხო, ეხა ამ ხრივ უკრაინა და ამ დროს რაღაცა ეს კრიზისი, შიგნით დაძაბულობა, რატომ მივიდა აქამდე საქმე? მადლობა მე რა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს და თქვენს მსმენელებს. უკრაინაში მუშაობს დემოკრატია. მოკლედ რო გითხრა ეგრეა. იმიტომ რომ ასეთი ამბავი რუსეთში ვერ მოხდება, ხო? რუსეთში ფედოროვი დღეს პრესკონფერენციას რომ მართავდა, პრესკონფერენციას კი არ გამართავდა, ფანჯრიდან გადმოვარდნენ, იპოვიდნენ მეორე დღეს. და უკრაინაში საზოგადოება ასეა ზოგადად რა, მოწყობილი რომ როცა რაღაცა არ მოსწონთ, აპროტესტებენ. მათ შორის გაცილებით მაღალი ხარისხი აქვთ მთავრობის წევრებსაც დამოუკიდებლობის და მათაც შეუძლიათ განცხადებები გააკეთონ, ხო? მათ შორის კრიტიკული და ჩვენ ვნახეთ დღეს არა მარტო ფედოროვის განცხადებები, არამედ მაგალითად იგივე სახმელეთო ძალების სარდალის დრაპატის განცხადებაც ვნახეთ დღეს, როცა ის ამბობდა, რომ არმიაში ბევრი რამე შესაძლებელია. ეგ არის უკრაინა, რატომაც მოვიდა დღემდე, ეგ არის მაგის დამსახურება. მაგრამ განვიხილოთ რა, გამოიწვია ეს კრიზისი მაინც, იმიტომ და რა არის შესაძლებელი თუნდაც. ცხადია, პრობლემა არის ის, რომ ეს რაღაც კონკრეტულად სირსკის და ფედოროვის დაპირისპირება კი არ არის, ეს არის ორ მიდგომას შორის დაპირისპირება, როგორ უნდა იწარმოებოდეს ომი. ფედოროვი თვლის, რომ და ეს ომი რა ომიც ახლა არის საერთოდ სხვა ომი და პრინციპში ამაში დიდწილად მართალია, იმიტომ რომ ის ომები რომელიც გენერლებიც არიან, ხო, დაუშვათ იგივე სირსკი, რომელიც არ არის ახალგაზრდა ბიჭი და სხვა პირობებში და სხვა დოქტრინით არის გაზრდილი. საბჭოთა ჯარში აქვს ნამსახურები, საბჭოთა
მეთოდოლოგიით არის გაზრდილი და თუნდაც არ იყოს ეს საბჭოთა ხო დაუშვათ იგივე დასავლური მეთოდოლოგიაც ომის წარმოების უკვე მოძველდა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რეალობაა ახლა და სხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ამიტომ ეს რაღაცა დაპირისპირება გაჩნდა, არა იმიტომ რომ რაღაც ფედოროვ სირსკი არ უყვარს, ან სახეზე არ მოსწონს სირსკის ფედოროვი, ეს არის უბრალოდ შეხედულებებს შორის დაპირისპირება, რაც ზელენსკიმ დღეს თქვა რომ ვერ მოახერხა რომ მოგვარებულიყო ისე რომ ამ ორ ადამიანს ერთად ემუშავა. კარგი იქნებოდა ეს. რატო დაიჭირა სირსკის მხარე? არ ვიცი, ეს დამბავ ჯერ დამთავრებული არ არის, ახლა ბოლოს რასაც ვკითხულობდი, შეიძლება სირსკიც მოხსნასო ამ ესეთი ინფორმაციების გამოდის უკრაინელი ჟურნალისტებისგან. აქ საქმე იმაში არ არის, ვისი მხარე დაიჭირა. მოდი ესე ვთქვათ, ფრონტი უჭირავს სამწუთას სირსკის, ხო? ან ფრონტის ხაზზე რეალურად ის არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, ის რომ დაუშვათ თავდაცვის 6 თვის წინ მოსულ თავდაცვის რომ სირსკი ემჯობინებინა ამ მომენტში. მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის. მე იმას კი არ ვამბობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მე ვთქვი, რომ ფედოროვი რასაც ამბობს, მაგაში დიდწილად მართალია, როგორც წევა ვთქვი, იმიტომ რომ საერთოდ სხვაომია და სხვა ტიპის მიდგომები არის საჭირო და ის მოძველებული მეთოდოლოგია, მაგრამ მარტო მეთოდოლოგია. ზოგადად როგორ ხდება, ხო, მაგალითად ურთიერთობა თვითონ თავდაცვის სამინისტროს შიგნით როგორ ხდება, თუნდაც იგივე კონტრაქტების მიცემა სხვადასხვა კომპანიების მხრივ, ბევრი რამე არის შესაძლებელი ხა. ხო არ დავუმალავთ, ახლა პრობლემები უკრაინაშიც არის ცხადია, პრობლემები რო არ იყოს უკრაინაში, ეს ომი აქამდე დამთავრებული იქნებოდა უკრაინის გამარჯვებით. სამწუხაროდ არის რაღაცა ზოგი ობიექტური, ზოგი სუბიექტური პრობლემა, რაც იწვევს იმას, რომ რაღაცები პრობლემდება, რაღაცები ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. ამიტომ ამას ჭირდება ცვლილება და ნახოთ ზელენსკი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ახლა არის, როგორც ჩვენ თქვი, გადამწყვეტი მომენტი დგას, ხო, რეალურად უკრაინამ მოახერხა, რომ შეეტრიალებინა ის სურათი, რაც იყო ბოლოს 3 წლის განმავლობაში ხერსონის ოპერაციის შემდეგ, როცა ხერსონი დაებრუნა უკრაინამ, ამის შემდეგ რუსები ფლობდნენ ინიციატივას, მართალია, რაღაცა დიდი წარმატება არ ქონიათ და წელიწადში სადღაც 5 კილომეტრის სიჩქარით მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე და რეალურად არანაირი ტაქტიკური წარმატების იქეთ არაფერი წარმატება არ ქონიათ, ხო? აღარ ვლაპარაკობ სტრატეგიულზე, ოპერატიულ წარმატებაც არ ქონიათ. მაგრამ მაინც მათ ეჭირათ უპირატესობა და ეს იცვლება ნელ-ნელა, ხო? ამას ჭირდება გავრცობა. ახლა არ არის რა თქმა უნდა იმის დრო, რომ აი ესეთ რაღაცა კატაკლიზმები მოხდეს უკრაინაში, თუმცა კიდევ ერთხელ მე არ შევხედავდი ამას რაღაცა დრამატულად, იმიტომ რომ უკრაინაში ომამდეც და ომის დროსაც ასეთ რაღაცები ხდება ხოლმე. კიდევ ერთხელ თავისებურებაა ამ ხალხის, ეს ხალხი არის ის ხალხი, რომელიც, რა ვიცი, მინისტრებს ისრო და ნაგვის ურნაში, ხო, გვახსოვს ჩვენ ეს და დღეს საერთოდ გაუგონარი ამბავი მოხდა მინისტრის დასაცავად გამოსული უკრაინელი ისტორიას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს ასეთ შემთხვევა, პირიქით მახსოვს. ნაგვის ურნებში ჩაგდებული მინისტრები მახსოვს, მაგრამ პირიქით რომ მინისტრი დაეცვათ და ამისთვის ხალხი ქუჩაში გამოსულიყო, მე არ მახსენდება. ამიტომაც საზოგადოებაში განწყობები ხომ მნიშვნელოვანია, ცხადია და თავარი რა არის ომის დროს, ხო? და ომს არიგებს კონკრეტული ჯარისკაცი, ომს არიგებს კონკრეტული გენერალი. ომს იგებს საზოგადოება და ეს საზოგადოება უნდა იყოს ერთმუშტად შეკრული და საზოგადოება რო ერთმუშტად შეიკრას, მაგას ჭირდება ნდობა. ნდობა ჭირდება, რაც თავარია, ხო? და ეს ნდობა როგორც ჩანს, ფედოროვს აქვს. სხვანაირად ვერ ვნახავდი ჩვენ იმ მრავალრიცხოვან მიტინგებს, თან მარტო კიევში კი არა, ბევრ ქალაქში, ხო? ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დაალაგდება. თუმცა აქვე ვიტყვი ერთ რაღაცას რა, მიუხედავად იმისა, ფედოროვი იქნება თუ არა მინისტრი და სირსკი იქნება თუ არა მთავარსარდალი, ამითი რუსების საქმე კარგად არ წავა, იმიტომ რომ რუსებს რაც შეეძლოთ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი ქნეს, მეტი მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ომის მოგება არ არის დამოკიდებული კონკრეტულ სახელზე და გვარზე. ამაში ზელენსკი არის აბსოლუტურად მართალი. თავარი არის ის ერთიანობა შენარჩუნდეს, რაც იყო უკრაინაში ეს წლები და ის უნდობლობა, რაც გაჩნდა, ხო, თუნდაც იგივე მობილიზაციის ბევრი თვლის რომ მაგალითად მობილიზაციის კამპანიაში უსამართლობები ხდება, ხო, ვიღაცებს შეიძლება გაწევა არ მიუვიდეთ და ვიღაცებს მიუვიდეთ, ხო? ანუ ვიღაცა ჩააწყოს მაგალითად და ყოფილა შემთხვევები, როცა ქვეყნის გარეთაც კი მოუხერხებიათ გასვლა ადამიანებს და თავი აურიდებიათ მობილიზაციას. ამიტომ ეს პრობლემები გამოსასწორებელია და ეს პრობლემები თუ გამოსწორდება, ბევრად უფრო ეფექტური იქნება ის კამპანია, რასაც უკრაინა ამ წუთში აწარმოებს. კი ბატონო, ხო, სირსკიმ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მიხეილ ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწევრ სამუშაოსთვის მადლობას ვუხდიო, უსურვებ, რომ უკრაინის
გუნდში მომავალში დარჩესო, რასთან რომ ზელენსკის შესთავაზა მრჩევლობა და ფედორმა თქვა რომ უარი თქვა ამ მრჩევლობაზე, თუმცა ზელენსკის იმედი აქვს რომ დარჩება და ეფექტურ სტრატეგიაზე და ასე შემდეგ უნდა გავაკეთოთ აქცენტიო და ნუ ფედორმა მანამდე თქვა რომ მტრის ასიმეტრიულად დასამარცხებლად შეიარაღებული ძალების თავარსარდალი ალექსანდრ სირსკი უნდა შევცვალოთ, ნაცვლად იმისა რომ მოეფიქრებინა თუ როგორ დაიმარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, რაც თავარსარდლის ამოცანა მანის მოიფიქრა თუ როგორ გაეხლიჭა ქვეყანა. დღეს სწორედ აქ ვართო, თქვა ფედოროვმა სირსკიზე. კი, რასაც ვსაუბრობთ, ის არის ზუსტად ეს არის დაპირისპირება ხედავს შორის როგორ უნდა აწარმოოს უკრაინამ საკუთარი ქვეყნის დაცვის კამპანია. ანუ სირსკი თვლის რომ ეს ძირითადად მაინც სახმელეთო ძალებზე გადადის და კონკრეტულ მეომრებზე რომელიც უშუალოდ სანგრებში სხედან, ფედოროვი თვლის რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს დიჯიტალიზაცია, გაციფრულება, მათ შორის იმ დრონების არა მარტო საჰაერო დრონების, არამედ სახმელეთო დრონების განვითარებაც, რომ რაც შეიძლება ნაკლებ უკრაინელ ჯარისკაცს უწევდეს სანგარში ჯდომა, ფრონტის ხაზზე ბრძოლა და მით უფრო მეტი იყოს დრონების ტექნოლოგია. სირსკისთვის იყოს მიუღებელი. სირსკისთვის მიუღებელზე არ არის, სირსკი არის სხვანაირ ბრძოლას მიჩვეული და გამოთქმა არსებობს, ხო, რომ წარსულის გენერლები, ცნობილი გამოთქმა არის. მე რომ უფრო სირსკი წარსულის გენერალია, მაგრამ ის მეთოდები, რასაც ის იყენებს, ხო, ბრძოლის, უშუალო ბრძოლის წარმოებისთვის არ ემთხვევა იმ ხედვას, როგორც ეს ახალგაზრდა თაობა უყურებს. მათ შორის აქ არ არის მაინდამაინც ფედოროვზე საუბარი, რომელიც სამოქალაქო პირია, ხო, სამხედრო საერთოდ არ არის. აქ არის სხვა გენერლებზე, იგივე დრაპატი ვახსენე, იგივე ვახსენე მაგალითად დღეს ასევე რომელმაც მხარი დაუჭირა ფედოროვს დაუჭირა მხარი, ასევე დღეს გადადგა საჰაერო ძალების მოადგილე ელიზაროვი, რომელიც არის ლაზარის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მის შექმნილია. ეს არის აქ ჩვენ ყველას გვხსენია, მადი არის, მაგრამ ელიზაროვი ძალიან ცოტა ადამიანს მენია. სინამდვილეში ელიზაროვის დანაყოფი არის ყველაზე ეფექტური დრონების დანაყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და ესეთი ადამიანი რომ მიდის თანამდებობიდან, ესეც ბევრ რამეზე მეტყოლებს. ასევე დღეს თქვა რომ თანამდებობიდან მიდის ეგრეთ წოდებული ფლეში ქვია, საძახისი ფლეში, რომელიც არის ამ რაღაც რეპ სისტემების, ანუ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მთავარი სპეციალისტი უკრაინაში. ეს ბევრ რამეზე მეტყოლებს. აქ არის კიდევ ერთხელ საუბარი იმაზე, რომ შეიძლება კრიზისამდე მიიყვანოს. კრიზისი კიდევ ერთხელ ესეთ გადადგომები ყოფილა უკრაინის ამ ომის განმავლობაში ყოფილა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ეხმარება ბრძოლას, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფა. კიდევ ერთხელ სახელები და გვარები არ იგებენ ომს. ომს იგებს საზოგადოება, თუ საზოგადოებაში იქნება ერთიანობა, ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. კიდევ ერთხელ გამარჯვებაში გულისხმობ იმას, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. აქ არის გულისხმობა ის, რომ რაღაცა კრემლზე უნდა აფრიალონ მაგალითად რაღაც უკრაინელებმა უკრაინის დროშა, ხო? თავარი არის ეს მოხდეს რაც შეიძლება ეფექტურად და რაც შეიძლება მალე. ესეთი გადაწყვეტილებები, როცა საზოგადოებაში რაღაც გაურკვევლობა, გახლეჩა არის საზოგადოების გაურკვეველ ფენებს შორის, უბრალოდ ავადებს იმ დროს, როცა რუსეთი ამში დამარცხდება. რაც უფრო ეფექტურები იქნებიან, მით მალე დამთავრდება ეს ომი. კი ბატონო, დღეს როგორ შეაფასებ ვითარებას ამ ხრივ? ანუ რა ეტაპზე არის ეს ომი შენი თვალსაზრისით? ამ წუთას ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა რუსეთმა მარტო ფრონტის ხაზზე, მოდი ესე ვთქვა, ჯერ მოდი არ ვთქვა რომ დაკარგა, მაგრამ კარგავს უპირატესობას და ინიციატივას. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით, როგორც საზოგადოებაში, ისე ეკონომიკის კუთხით, ხო? აი თავარი ხო განწყობები არის, ადამიანები როგორ ხედავენ მოვლენებს. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ კრიზისი დადგა, ესე იგი კრიზისი მართლა დადგა. კრიზისი მაშინ გერდგება, როცა ციფრები არის ცუდი და რიცხვები არის ცუდი. კრიზისი დგება მაშინ, როცა საზოგადოება თვლის, რომ ეს კრიზისი ნამდვილად დადგა. ეს პროცესი არის ახლა, ეს პროცესი მიდის რუსეთში, როცა ბენზინზე რიგებია, ხო? შეიძლება რუსეთს კი ნამდვილად აქვს ბენზინის და საწვავის პრობლემა, მაგრამ ხალხში განცდა ამას უფრო ამ პრობლემას უფრო ართულებს. დავით, იმიტომ რომ როცა შენ განცდა გაქვს, რომ ხვალინდელი დღე უარესი იქნება, მიდიხარ და იმარაგებ. ხან ბენზინსაც იმარაგებ, ბრინჯსაც იმარაგებ და გრეჩიხასაც იმარაგებ. ეს ჭირს რუსულ საზოგადოებას, იმიტომ რომ ისინი მომავალს რო უყურებენ, ვერ ხედავენ ამ მომავალში, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს სერიოზული პრობლემაა. მათ შორის იგივე, რასაც ახლა ხშირად საუბრობენ, ხო, რომ ერთადერთი შანსი რაც პუნქტის დარჩა და კარტი რაც შეიძლება დარჩა, ეს არის მობილიზაცია, ხო? მობილიზაცია გაცილებით რთული განსახორციელებელია, როცა საზოგადოებას გამარჯვების აღარ ჯერა. როცა საზოგადოება ფიქრობს, რომ შენ ამ ომში ვეღარ მოიგებ, ამ დროს გაცილებით რთულია მობილიზაცია. ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში პენზის კადრები იყო, სადაც ქალები გადაუდგნენ დაკავების მანქანას წინ, რომლებსაც მათი ქმრები ან ძმები ან შვილები გადაყავდათ, იმიტომ რომ ფრონტზე წაიყვანათ, ხო? მობილიზაციის პირობებში ეს
პრობლემა 100-ჯერ უფრო გაიზრდება. თან ჩვენ აქამდე გქონდა რა შემთხვევა, ხო, რეალურად თუ არ ჩავთვლით 2022 წელს, როცა 300,000 კაცის მობილიზება მოხდა. ამის შემდეგ რეალურად ეგრეთ წოდებული მოხალისეები მიდიოდნენ, ფულის გამო მიდიოდნენ ომში, ხო, რუსები. აქ არ იყო რაღაც იდეოლოგიას ხო არის საუბარი, ხო, იდეოლოგიურად შეიძლება იყო ალბათ 1% ან არც კი. ახლა როცა თუ მობილიზაცია გამოცხადდება, ეს ვერ მოხდება ეგრეთ წოდებული გლუბინკის ხარჯზე. ტუველების ხარჯზე ვეღარ მოხდება, იმიტომ რომ ტუველს ვისაც იარაღის ხელში დაჭერა შეეძლო, თითქმის ყველა ფრონტზეა, ან უმრავლესობა მათი მკვდარია. ახლა უნდა ადგნენ და მოსკოვიდან უნდა წაიყვანონ ხალხი, პეტერბურგიდან უნდა წაიყვანონ ხალხი, რა ვიცი, ნოვოროსიისკიდან უნდა წაიყვანონ ხალხი, სოჭიდან უნდა წაიყვანონ. ეს გაცილებით მასშტაბური პრობლემაა, იმიტომ რომ ქალაქის მოსახლეობის წაყვანა ფრონტზე გაცილებით უფრო მეტი პრობლემაა. 2022 წელი გავიხსენე წეგან და მობილიზაცია, არ ვიცი თუ გახსოვთ, როდის დამთავრდა, იცით? რომ პირველად დამთავრდა მოსკოვში. და მოსკოვში დამთავრდა, პუტინმა კი არ დაამთავრა. სობიანინმა გამოაცხადა მოსკოვის მერმა, რომ ჩვენო გეგმა შევასრულეთო და მოედი მობილიზაცია არ იქნებაო. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ხალხის დაჭერები დაიწყეს მეტროებთან და პანიკა ატყდა მოსკოვში და მეორე დღესვე გააჩერა ქალაქის მერმა მობილიზაცია პრეზიდენტის გამოცხადებული. ეს პრობლემა ახლა ხო გაცილებით მეტი არის. 2022 წელს ეგონათ რომ რაღაცა 3 თვე სადღაც აიყვანდნენ ეგრეთ წოდებულ ზბორებზე და მერე სახლში დაბრუნდებოდნენ. გახსოვთ ხო გადა სიმღერით რომ მიდიოდნენ რაღაც არყისმით. ახლა ყველა მიცეს რუსულ საზოგადოებაში, რომ ხელში იარაღის აღება ნიშნავს ძალიან დიდი ალბათობით ან სიკვდილს, ან დასახიჩრებას. ამიტომ გაცილებით მეტი პრობლემა იქნება წაყვანის. რაც შეეხება უკრაინას, ხო, უკრაინამ ტექნოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ამ ომში. და ტექნოლოგიური უპირატესობა მოპოვება, გარდა იმისა, რომ სამხედრო მიზნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად, იგივე ყირიმის ფაქტიური ბლოკადა. გარდა ამისა, რუსეთში სიტუაციასაც აუარესებს, იმიტომ რომ როცა სადღაც 3000 კილომეტრის იქეთ არის ომი და მეორეა როცა ხედავ ომსკის მოსახლე ხარ და გაიხედავ ფანჯრიდან და შავი ბოლი ამოდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან და იცი რომ რაღაც 2500 კილომეტრის იქიდან მოგიფრინდა დრონი. ანუ როცა შენი თვალით ხედავ ომს, გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე როცა სადღაც ომია და ვიღაცები იბრძვიან თავისი ნებით. ეს საერთოდ სხვა სიტუაციაა. მოკლედ პუტინს შეიძლება ძალიანაც უნდა მობილიზაციის გამოცხადება, მაგრამ ამ წუთამდე არ აცხადებს, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური რისკია. იმიტომ რომ ამას შეიძლება სერიოზული აფეთქება მოყოს. ეს აუცილებლად მოხდება თქო, მაგას არ ვამბობ, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ამის რისკი მით უფრო იზრდება. ამიტომ კაი სიტუაცია ამ წუთას მოსკოვს და პირადად პუტინს ნამდვილად არ აქვს. თან მით უმეტეს ხა წლები გადის და პუტინი არ ახალგაზრდავდება. ფერდება და მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება წლები გაიწელოს, ხო ეს ომი. ცხადია, ეს ამის შანსია, თქო უნდა არსებობს, ხა ვერავინ ვერ იტყვის, როდის დასრულდება ეს ომი. ეს ბევრ ამეზეა დამოკიდებული. ზოგადად ომის ისტორიებს თუ გადავხედავთ, ომები გაგრძელებულა, როცა არავინ ელოდა წლები და ავიც მე თქვენს გემახსოვრებით ავღანეთის ომი მაგალითად როცა წლები გაგრძელდა ხო ეს ომი როცა ელოდნენ პატარა რაღაცა გამარჯვებას და ყოფილა შემთხვევები როცა ესეთი წლობით გაგრძელებული ომი შეუძლია ერთ პატარა დეტალს ეს არავინ იცის როდის მოხდება ან რა ფორმით მოხდება ეს შეიძლება იყოს რა ვიცი პუტინის ბუნებრივი სიკვდილი შეიძლება იყოს ვიღაცა უცნობი პოლკოვნიკი რომელიც პრიგოჟინივით მარს მოაწყობს მოსკოვზე შეიძლება იყოს რა ვიცი ელიტის შიგნით გადაწყვეტილება რომ გორბაჩოვივით ადგნენ და დაჩაზე გელენჯიკში გამოკეტონ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი არაფერი არ არის გამორიცხული ასეთ სიტუაციაში როცა ომი ამდენი ხანი გრძელდება და როცა ძამბარა ასეთი მოჭიმულია თუმცა შეიძლება ისე მოხდეს რომ ეს ყველაფერი არაფერი არ მოხდეს აბსოლუტურად და ეს ომი კიდე გაგრძელდეს 2 ან 3 წელი მაგის გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს უბრალოდ ჩვენ ხო აქ შანსებზე ვსაუბრობ და შანსები რაც დრო გადის რუსეთის სასარგებლოდ არ იცვლება და კონკრეტულად პუტინის სასარგებლოდ რაც დრო გადის მისი შანსები რომ რაღაცა მაინც გამოადნოს ამ ომიდან მით უფრო მცირდება და ყველას გაი შანსი ქონდა შარშან რომ ისე დაემთავრებინა ეს ომი რომ ფაქტობრივად გამარჯვებული გამოსულიყო ხო ტერიტორიები დაეტოვებინა სანქციები მისთვის მოეხსნათ ფაქტიურად იგარებინათ ყირიმზე მისი დე იურე ძალაუფლება მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამის მიუხედავად ამ ადამიანმა ამ ყველაფერს წიხლი კრა იმიტომ რომ არ არის რეალობას არის ეს კაცი მოწყვეტილი ანუ რეალობას ვერ აფასებს ყველაზე კაი ამაზე კარგი შანსი პუტინს აღარასდროს აღარ ექნება ამ ომში იმედია მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის ლევან ყურაშვილი იყო ჩვენი სტუმარი კოალიციის ცვლილებისთვის წევრი ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა მე გემშვიდობებით ხვალამდე ხვალ 7-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს